მეგობრებო, ეთერშია უკვე ყველასთვის საყვარელი შოუ მთავარი გოგუები, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს გოგუების ბენდი სკარლეტი. მთავარი გოგუების გენერალური სპონსორია კომპანია კრისტალბეთი. სწრაფი, კომფორტული და მრავალფეროვანი სივრცე თქვენი გართობისთვის. გადაცემის პარტნიორია ზედაზენის ლიმონათი, ქართული ლიმონათის უცვლელი გემო. გოგუების ჩაცმულობაზე კი ზრუნავს მაღაზია კაპრის. მეგობრებო, ძალიან მივეჩვიე მე თქვენთან გულახდილად საუბარს, რაღაცნაირად მომშვიდებს. და ახლა ისევ გადაგიშლით გულს და გეტყვით, რომ მე და მიმიმ ურთიერთობაში პაუზა ავიღეთ. არაფერი ისეთი დავსხედით, დავილაპარაკეთ და ცივილიზებულად გადავწყვიტეთ ყველაფერი. გადავწყვიტეთ რა, გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, სხვა გზა არ ქონდა. არ ქონდა რა, არ დამიტოვა სხვა გზა. მაგრამ მე კარგად ვარ. კარგად ვარ. და რაც თავარია, მშვიდად ვარ. ცხოვრებას იმედის თვალით უყურე. გააგზელეთ, თქვენ გააგზელეთ. მოკლედ მოდი ჩემი პრობლემები გვერდზე გადავდოთ და დავიწყოთ გადაცემა. მე ხო პროფესიონალი ვარ. სილამაზის სტანდარტები ფაქტობრივად აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი სტანდარტი. შეიყვარეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. აუ მიმი რეებს მალაპარაკებ რა. გამოვდიოდი აქ ხუმრობდი რაღაცა ნორმალურ რაღაცებს ვაკეთებდი. რა გამონათქვამებს ვიძახი რა ჯანდაბა. ჩევა მამაკაცებს. როცა მანქანას დააპარკინგებთ, ყურადღებით იყავით, რომ არ დაგჩეთ ფარები ჩართული, კარი ღია და მანქანაში საეჭვო ნივთები. მოხდი? აი როგორ მიყურებს საერთო თვალებში? არც კი გრცხვენია, ხო? რა გინდა, შენ ნორმალური ხარ? რა რის უნდა მწხვენოდეს? ისი უნდა გრცხვენოდეს? მე შენგან ამას ვიმსახურებ, ბიჭო? ამის ღირსი ვარ, მაინტერესებს ერთი. რა გინდა, ეხ შენ რაღაც არეული ხარ, რა გინდა, გამაგებინე რა, რისი ღირსი ხარ, არა ხარ ღირსი. შენს მანქანაში ქალის სუნამო სუნი დგას და რატო? იმიტომ რომ ქალი იჯდა მანქანაში. არც კი მალავ რომ ღალატობ, ხო ისე თავისუფლად, იმიტომ რომ ქალი იჯდა მანქანაში. ვინ არის ის ქალი? ეხლავე მითხარი, ვინ არის ის ქალი? შენ. შენი ჯექი მანქანაში, შენ ყავდა ჩემი მანქანა წაყვანილი და შენი სუნამო სუნი იქნებოდა მანქანაში. მეთქი რა კაი არომატია, როგორ მეცნობა თქო. გაიგე ხა? რატო არ მეხუტები? ხო გავარკვიეთ ყველაფერი და რა გინდა ეხ ვერ გავიგე? ყველაფერი არა. რა არის, რა ხდება? აი ეს რა არის? ნასოსი რა არის? ანუ მღალატობ, ხო? ნასოსი და ღალატი რა შუაში ერთმანეთთან გამაგებია, როგორ დააკავშირენ ნასოსი და ღალატი. აი ეს საგანი როგორ დააკავშირენ იმასთან ღალატთან, ამიხსენ. აი როგორ და ნახე? კაფეში დაპატიჟე ერთი გოგონა, რომელიც მოგეწონა. მერე იქ ყავა დალიეთ, იჭუკჭუკეთ, მერე კინოში წახვედით, მერე ქალაქ გარეთ წახვედით და იქიდან რომ წამოხვედით, გზაში ბორბალი დაიშვებს. აი ზუსტად მაგ დროს დაგჭირდება ნასოსი, რომ ჩქარა და ბერო, რომ სწრაფად მოხვიდე სახში, რომ მე არაფერი არ ვიეჭვო. რა მოიგონე, გოგო, ნორმალური ხარ შენ? რა რეებს იძახი, რა ნასოსი, რა. მე გადავები თუ რა გჭირს, ვერ გავიგე. გეღადავები, ხო? ხო. კაი, გეღადავები, ხო? კაი, აი ხლა განახებ თუ გეღადავები. აი ეს რა არის? ვისია ეს? ეს ვისია, აი ეს, ვისია ეს? ჩემია. მომეცი აქ. რა არ მიხდება, ნახე? ცუდია? შენია. ჩემია, ხო, რა იყო? ხო, კაი, ეგ შენია. აი ეს ვისია? ჩემია. მომეცი აქ. ჩემია, ნახე? აი, რა, ცუდია, ჩემ თავს გაფიცებ ხა ესა? ეჭვი არ მეპარება საერთო, დარწმუნებული ვარ, რომ აი ესეც შენია. ჩემია, აბა ვისია, ჩამოც შეცდები.
რა იყო? აი ვერ ხვდები, აი რა არის ამაში გასაოცარი გამაგებინე უბრალოდ რა. ჩემ თავს საკუთარ თავს ვაჩუქე ერთი დღე, წავედი ვიშოპინგე და შევიძინე რაღაცები. არ შეიძლება და საერთოდ მორჩი ამ გამომძიებლობანას ძალიან გთხოვ რა. ხო იცი რომ ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ და ბავშვობიდან მიყვარხარ და მეყვარები ყოველთვის. არ იცი ასე რა? არ ვიცი. რანაირ არ იცი? არ ვიცი. როგორ არ იცი? არ ვიცი, აი ხა განაცხადი. რა არის, გოგო? ნახე, შენს მანქანაში 2 შამპანიურის ჭიქა ვიპოვე. და რა მე რო იპოვე? ეს ის არის, რა ქვია, მე და კოსტავს ვამდით გუშინ მანქანაში. შევასკდით ერთმანეთს და მომენტს რა გინდა, რატომ იყურებ გაოცებული სახით? არის რომ მე და კოსტას დალევა გვევასება ხოლმე? კაი, მობრძანდი აქ. აი ეს რა არის? ვერ ხედავ? ნახე, წითელი პომადის ნაკვალევი რო აქვს ჭიქას. აუ. შენ კოსტაზე არ იცი, ხო? არ მე. რა სამბო? ჩვენი კოსტა ბიჭო. აი მე კოსტაზე მაგას ვერ წარმოვიდგენი. ვინ წარმოიდგენდა გოგო, ვინ წარმოიდგენდა? აი მე კოსტა. გაჩერდი, კაი, არ გეხვეწები რა სხვა თემაზე გადავიდეთ რა, არღის რა. ხო, კაი. კაი. ეხლა ნახე. ეს რა არის? რა უნდა იყოს? პირბადია რა არის? პირბადია, რა უნდა იყოს? გამაგებინე? პირბადე როა მეც ვხედავ ჩემი თვალით, მაგრამ აი ეს რა არის? მთელი მაკიაჟი რო აქვს გადასული. რა არის ეს? მაკიაჟია რა. ვისია ეს? გოგო, ის ვისია? არის, რა ქვია, მაკიაჟი არის ჩვეულებრივად, რა ვიცი. აი მე კოსტა. ხო, გოგო, რა დაგემართა რა. კოსტასია ეს. და რას მალაპარაკებ, ხე ხვეწები რა. აი კოსტა, შე რა გითხარი? ანუ არ მღალატობ ხო? აი რა, ღალატობა რა ის კიდე ვერ გავიგე. კაი, ეხლა მე გავიქცევი, ყავას მოგიდუღებ და რამე გემრიელობასაც მოგიმზადებ, რა ესე განერვიულე. ვიდი ჩემო. მაპატია, კაი? ალო. ხო, ძირფასო მე მგონი გადავრჩით. ოღონ მომისმინე, შენ ნივთებს მანქანაში ნუ მიტოვებ რა, გეხვეწები რა, აიღე ხოლმე და წაიღე ან რაღაცა ქენი რა. ხო. კაი, კოსტა, მიდი, ხო. მიდი და დაგირეკა, ხო. თუ შეყარებულისთვის სურპრიზის გაკეთება გადაწყვეტეთ და არ გაგიმართლათ, არაუშავს. თავარია ნაცნობებში გაგიმართლოთ. თუ ნაცნობებშიც არ გაგიმართლათ, გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ დუმილის უფლება გამოიყენოთ. კარგი, ესე იგი, შემდეგი ვინ ყავს თამარ, აქ რა ინფორმაცია შემოვიდა, განზრახ ცეცხლის გაჩენა, სხვისი ქონების დაზიანება. სადაც ამდენი ქნამ ბაჟბატონმა, იქ ესე იგი მოძალადია სვი, ამას წყალი არ გაუვა. არა, რა ვიცით ახლა. თან შეხედე რა, მოდი რა, დამნაშავეა ჩვეულებრივი. აი, შეხედე. ასე რომ ის 2 თვის წინანდელი საქმე შეგვიძლია რომ ამას მივაწებოთ ძალიან თავისუფლად. არა, ესე არ შეიძლება რა, იმიტომ რომ რა ვიცით, იქნება კაი ადამიანია და ესეთი განათლებული ბიჭია და ესა მშრომელი ადამიანია და რატო ვუნგრევთ ცხოვრებას, ხო? ერთი წუთით კაც, შენ როდის აქეთ გახდა ესეთი კაცმოყარე, ჰა? შენ არ იყავი წინათოში, თქვენ სტატუსის გამო რომ ის გოგო 1 წლიანზე გავუშვი, რა დაგემართა ახლა გამაგებინე? არა, იქ რაღაცა პირადი ამბები მქონდა მაშინ რა. რა პირადი ამბები, თან საავტორო უფლებების დარღვევის გამო. ჩასვი 1 წლით ის გოგო. ხო, ნუ გადამეკვეთა ცუდად მაშინ ის გოგო. თან იცი რა არის და მოდი რა სიმართლეს გეტყვი, პრემიას გვინდა რა აშკარად. არა, პრემია. ბავშვები მყავს ბაკურიაში წასუყარი, რა გავაკეთო? მოკლედ ესე იგი, რაც უფრო რთულ საქმეს გავხსნით, მით უკვე უკეთესია ჩვენთვის. პრემიაც დაგვერიცხება, მოკლედ ახლა მე გავალ იმბით შემოუშვებ. ხო, დამნაშავეს. შენ უკვე ხო რაღაცნაირად დაიწყე დაკითხვა. ხო. მე შემოვალ და გავითამაშოთ. კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელი. ხვდები? აი, მიდი, თან პრემია. კარგი, ცუდი პრემია. აი, გამო. კარგი, აბა მოკლედ შენ იცი ახლა, არ მინდა ეს შენი კაცთ მოყარეობა. შემობძანდით რა. შემობძანდით. რა გამიკეთე, ბიჭო, იდიოტი ხარ შენ? აი, რა გაგიკეთე? რა დღეში ჩამაგდე აი, ხა? უბრალოდ გული დაგინთე, ხო? გული
მე დამითება რა გადაწვი ყველაფერი მანქანა მეზობლის რაღაცები გადაწვი ყველაფერი და იცი რომ პატიმრობა გემუქრება ეხლა? აი რა პატიმრობა მე შენ რისთვის მყავ ხარ? ახლა ჩემი ოფიცერი. ახლა შენი ოფიცერი ვარ ხო, მაგრამ საით მიაკეთ თუ იგი? აქ დაჯექი, მოდი და ჩუმად იყავი, ხა არ მიცნობ, არ გიცნობ. არ ვიცი. დავიწყე მე დაკითხვა და ხმას არ იღებს ჯერ. ვაიმე, რა კარგი ბიჭია. როგორი საყვარელია რა. აი როგორი ბიჭია, იცი ამას რაც არ უნდა ჩაუდო, ყველაფერი რომ მოუხდება. აჰა, ეს თქვენი სურათი. ხო, ისე რაღაცა რა არა ფოტორობოტოგენული ხართ. აი შეხედე. აჩვენე. ფოტოში დააკვირდით. უი, ვინ შეადგინა ეს რობოტი? ერთი თვითმხილველი ყავდა მხოლოდ მეზობელი ნატუკა. იმან შეადგინა ეს ყველაფერი. მე ყველა სიროშურს. გავაგრძელოთ. კარგი, მოკლედ, თქვენი სახელი? ნიკოლოზი. ნიკოლოზ, აი ამ ფურცელზე ხარ დაწერ აღიარებით ჩვენებას. ხელს მოაწერთ და ხელს როგორც კი მოაწერთ, მე ანუ დაწერთ Facebook ვერტში როგორ უნდა მოგწერნოთ. მე არაფერს არ დავწერ და არც არაფერს არ ვიტყვი ადვოკატის გარეშე. კი ბატონო, ხო და არც მე არ გცემთ ჩემი თანაშემწეს გარეშე. არანაირი პრობლემა. აქ ავარ მე. უი, აქ ყოფილა. ხო და ეხლა მითხარი Facebook-ში როგორ უნდა მოგწერნოთ. ვაიმე, მე მგონი ზედმეტი მოგდის, იცი? მოდი დაიწყე მოყოლა, ნიკოლოზ. ზედმეტი დეტალების გარეშე. ხო, ნუ უბრალოდ გული დავუნთე ჩემს კი ბატონო, გული დავუნთეთ. აი მე რა რომანტიკულია. შოქში ვარ. მოდი საქმეზე გადავიდეთ. ხო, დიახ, საქმეზე და რა მაინტერესებს, ვის დაუნთეთ გული, რატომ დაუნთეთ გული და როგორ დაუნთეთ გული? თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით რო გითხრათ ეს ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაუნთო, რატო დაუნთო? დაუნთო და მორჩა რა, ვისაც უნდა და იმას დაუნთო და მორჩა და დავიჭირეთ და აქ არის. ხო, მაგრამ რატო დაუნთო მე? რა ვიცი, რატო დაუნთო? მოდი რა ვქნათ, იცი? მივცეთ პირობითი. ხო. და მე დავაკვირდეთ როგორი იქნება ურთიერთობაში. ერთი წუთით გეხვეწებით, ამა რა ურთიერთობაში ვერ გავიგე, გამარკვიეთ რა. ურთიერთობაში კი არა, მე დავაკვირდეთ თქო როგორ მოიქცევა და თუ კარგად მოიქცევა, პირობითიც მოუხსნათ და გავათავისუფლოთ ადამიანი და აი ესე ვიცხოვროთ ბედნიერად. კი ბატონო, რა ვიცი. მოიცა კაცო, რა სიძახი ეხლა გამარკვიე რა ხდება აქ საერთოდ? არ ვიცი, რაღაცებს ბოდავ ეხა და მოდი ჩქარა დავამთავროთ. კარგით, ეხლა აღარ მინდა, всё, კარგით, ესე იგი, ბატონო ნიკოლოზ, ცეცხლი დაანთეთ, ხო? აი ამ ცეცხლის დანთების მერე რა მოხდა? თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით რომ მითხრათ რა. მოყევით. ხო, ნუ მოკლედ ცეცხლი დავანთე, ხელში ყვავილები მეჭირა და მის საყვარელ სიმღერას მღეროდი უბრალოდ სულს იყო. გასაგებია, რომელ სიმღერას ვღეროდით? რომელს და აი შენზე ფიქრებს, ბედავს გული თავხედი. სად გეძებო, ვაი რა შორს დახვედი. რა იქნება შესმა? რა ხდება? გამაგებინე ერთი წუთით, კაცო. რა შესმახლობლა? დანაშაულის ადგილზე წარმოვიდგინე თავი, რომ უფრო ხო, გასაგებია, კარგი, ერთი წუთით ეხლა რა. ბატონო ნიკოლოზ, ეს გავიგეთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ იგივე გული, იგივე სითბოთი, რომ აი ამ საპატრულო პოლიციის შენობის წირო დაანთოთ. იცი რა, არაფერსაც არ დაანთებს, იმიტომ რომ ვისაც უნდოდა და ვინც უყვარდა, იმას დაუნთო უკვე რა. და რა შუაში ხარ, რატომ უნდა დაუნთო? შუაში, ანუ დანაშაულის არც რომ უფრო ბოლომდე ჩავწვდა ეს დაკითხვა. ბატონო თამარ, რა გჭირთ თქვენ მას? კარგი, გადავედით შემდეგზე. მოკლედ, ეხლა აღარ მინდა ამდენი ზედმეტი ლაპარაკი. შეგვიძლია ხა ჩვენ რო აქ დაგტოვოთ სამუდამოდ და შეგვიძლია გაგიშვათ, ასე რომ თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რა გინდათ. დაფიქრდით და მოიფიქრეთ. ხო, ნუ დავფიქრდი მოკლედ და რა გადავწყვეტეთ? ნუ ვიღაცები თუ არ იტყვიან რაღაცებს, რა ვიცი, მე ვიტყვი ყველაფერს და რა ჩავჯდები რა ვქნა ახლა გავაკეთე. ანუ მოკლედ რა. ეს ბიჭი არის ჩემი შეყვარებული. მოიცა ერთი წუთით. ანუ ეს ბრალდებული ეჭვიტანილი. ხო, არის ჩემი შეყვარებული. ანუ მე გამოვდივარ დაზარალებული.
იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული ეხლა დააკავეს, რომელმაც ცეცხლი დამინთო, გააჩინა ხანძარი, იქ მანქანები გადაწვა, არის ბრალდებული, შესაბამისად ბრალდებული როა ჩემი შეყვარებულია და ჩემი შეყვარებული რო დაიჭირეს, მე ვარ დაზარალებული. თან დაზარალებული და თან შეყვარებული. ერთი წუთი. მაწულ, ესე იგი, თქვენ ცეცხლი დაანთოთ ეზოში, ხო? გულის ფორმის. ნუ მაწყვეტინებ ძალიან გთხოვთ. დაწვით მეზობლის მანქანა გული დამინთო ჯერ. ამ ქალბატონის გამო. ანუ ეს ქალბატონი რო არ ყოფილიყო თქვენ არც ცეცხლს დაანთებდით და არც მანქანა არ დაიწვებოდა, ხო? და რაღაცა ჩვენი ურთიერთობა შეიძლება თავისუფლად გამოსულიყო. ვერა. გასაგებია. მოკლედ მეგობრებო, საქმე გახსნილია, ორივე დაპატიმრებულები ხართ ჯგუფური დანაშაულის გამო. კარგი, რას მე ხო მეგობრობთ. მეგობრობ, გასაგებია, მაგრამ ჯგუფური დანაშაული აქვს. რა ვქნა და ბაკურიანში ვარ წასასვლელი, ბავშვები მყავს მისაყვანი, რა გავაკეთე? მომძადით თქვენ აქ. მომძადით აქ. ვარ ოფიცერი, მაგრამ რა ვქნა, მაგრამ ვარ წავიდი არ შეიძლება, რა ვქნა, სხვა გზა არ არის. მომძადით, წამომძადით. წამომძადით. რა გამიკეთებ, რა გამიკეთებ? გოდიშ. თავარი გოგოების გენერალური სპონსორია კომპანია კრისტალბეთი. სწრაფი, კომფორტული და მრავალფეროვანი სივრცე თქვენი გართობისთვის. გადაცემის პარტნიორია ზედაზენის ლიმონადი, ქართული ლიმონადის უცვლელი გემი. გოგოების ჩაცმულობაზე კი ზრუნავს მაღაზია კაპრიზი. გოგოებო, ხშირად გიწევთ ტაქსით გზავრობა? და როგორი მძღოლები ხდებათ ხოლმე? ისე მიმი შენ რადგინა ეს ტაქსები, მე გაგაცილებ ხოლმე სახლამდე. არ არის პრობლემა. თან არაფერი პირადული მეგობრულად, აი ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე მიგიყვან ხოლმე დანიშნულების ადგილამდე. მე მებრძოლი ბიჭი ვარ, ასე ადვილად არ დავნებდები. გამჩერეთ რა. კი, გაჩერება. დიდი მადლობა, გაიხართ. ისა, თქვენი მობილურით გაქვთ ისა გამოძახება? კი, მობილური. შეფასება რომ დამიწეროთ, რა გიხვეწებით. კი, აუცილებლად 5 ვარსკვლავი. მადლობა ვარსკვლავებისთვის, ისა მან დარე კითხვარი იქნება რა, ეგრევე გადაყავხარ გვერდზე და ბარემ კითხვარი. ვიცით რა, დრო არ მაქვს ეხა და არა, ისა რა ვქე, 2 წამის საქმეა 5-ის. კარგით, მაშინ უცბად ვიზამ. იმის დასამტკიცებლად რომ არ ხართ რობოტი, მონიშნეთ ფოტოები, რომელშიც ჩანს ხე. ხო, ეგ რა არის, იცი, ხა ეგ ვერ ხვდება, ხარ თუ არა. არა, მე რო გიყურებთ, ეხა ხო ხვდები რობოტი ხარ თუ არა, გაიგეთ, ეგ თვითონ რობოტი არა, რა იცის, მაგრამ. ხარ თუ არა ხო, რობოტი. კარგით, გადავალ მაშინ კითხვებზე, ხო? ხო, გენაცვალე, ხო. უკაცრავად? არა, ისე კი არ გენაცვალე რომ რამე და უკრიფავში გადავიდე, ანუ უბრალოდ გენაცვალე რა, აი, ხო არის რომ ადამიანურად არის ხოლმე რა, ესე უბრალოდ გენაცვალე ხო, კარგით, გავაგრძელებთ. ეკეთა თუ არა მძღოლს პირბადე? კი, ატარებს თუ არა უსაფრთხოდ? კი, იღიმოდა თუ არა? იცით რა არის, ღიმილს თუ მოვნიშნავ, ავტომატურად უთითებს რომ პირბადე არ გეკეთათ და რომელი გირჩევნიათ თქვენ? ღიმილი გამოვურთით. ხო. ღიმილი გამოვურთით. მორჩასულეს იყო, კარგით. არა, კიდე იქ აი მიყევით ბმულს იქნება კიდე რა. კარგით, მეჩქარება თქო, ნუ კაი. მომსახურების ზოგადი შეფასება, რა დავწერო? ნუ ძალიან კმაყოფილი ვარ. რა? 130 სიტყვა უნდა დავწერო? კი, აუცილებელია რა, აი მარჯვენა მხარეს შეგხვდებათ, წითელი ფიფქი არის დახატული და აი რომ მაგას. იყო თუ არა ავტომობილში სისუფთავე? კი. იყო თუ არა მანქანაში სადეზინფექციო ხსნარი? კი. იყო თუ არა მძღოლის სასიამოვნო პიროვნება? ხო, კარგი, კი. გთხოვათ თუ არა მძღოლმა კითხვარი შევსება? დიახ. განაცხადეთ თუ არა თანხმობა? დიახ. შეავსეთ თუ არა კითხვარი? ვაიმე, რომ არ დაგთანხმებოდით, ხო არ მოვიდოდი ამ კითხვებამდე რა არის? ქონდა თუ არა ჩართული სასიამოვნო მუსიკა? აქ რა დავწერო ეხლა? ხონდა, დიახ, ჩართული ხონდა. რა ვიცი ახლა, ფანოღი, მე რატომ მიყვარს ფანოღი, იცი? აი, როგორი სიმღერებია, ეს გულსაც რო სიამოვნებს და ყურსაც, ორივეს რო სიამოვნებს ერთად. ახლა თქვენს გიყურებდით სიამოვნებლად. აი, ეგ არის ქართული ფანოღი რა არის, იცი? ქართული ფანოღი. შემაწუხებლად ბევრს ხომ არ საუბრობდაო კითხვა. კარგით. 3 საათზე თუ დალია მძღოლმა წამალი. რა კითხვა არის უკაცრავად? ო, ეგ მე ჩავამატე, ეგ კითხვა გაგახარა ღმერთმა არ მახსენდება ხოლმე და ახლა кайქენი რო გამახსენე რა დავლევ ცოტა ხანში. ანუ დალევთ, კი, დალევს. კი, დალევს თქო მივთით. გინდათ თუ არა კითხვის ელექტრონული ვერსიის ელფოსტაზე გამოგზავნა? არა, რა თქმა უნდა.
ვაიმე, კის დავაჭირე. ავა, მიუთითე თელფოსტაო მიუთი. მე ჩქარება თქო, კოდი გამომიგზავნეს თელფოსტაზე რა გჭირთ. всё, მორჩა. მორჩა ესა გააგზავნეთ? გავაგზავნე. და გადაიგზავნა? გადაიგზავნე. კი ბატონო, всё, მორჩა, ეგ იყო. 45 ლარია თქვენზე. წაღან ფული ხომ მოგეცით კაცო? წეღალ რომ მომეცით, რას ქვია? მოიცა ხა რა არის? თქვენ გიკვირთ აქ ეს თუ ვერ გავიგე ხა რა საკუთარ. წეღალ ამდენი ხანია აქ ვართ და ვიცდით და ეხა ვერ ჯერ ამდენი ხანია ავსებდით მაგ კითხვას და ჩვენ დროზე ვართ გენაცვალე მიმული. ჩვენი ტარიფი არის დრო. ჩემი ბრალია. ჩვენი ბრალია რა ეხა ვიცდით და ასე მოუწია და რა ვქნა ეხა დრო არის აქ ტარიფი გენაცვალე. დრო არის, დრო ტარიფი გოგოები. ავიღოთ ერთი სიტუაცია, დავამატოთ წამყვანი და მზარეული. ხოლო ხუმრობები გემოვნებით. დავბრუნდით რეკლამის შემდეგ, ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო და როგორც შეგვირდით, სტუმრად დაგახვედრეთ ყველასთვის საყვარელი, თავისი საქმის პროფესიონალი, მიშელის ვარსკვლავის მფლობელი და თავად ვარსკვლავი, კულინარიის სამყაროში ქალბატონი ლიანა ბუნძული. მოგესალმებით ქალბატონო ლიანა. საქალბატონე. დიახ, საქალბატონე ლიანა, როგორც გნებავთ. მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გამონახეთ დრო, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით, ამიტომ არ მოგაცდეთ და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და უთხარით ჩვენს მაყურებელს დღეს რა კერძს მოგვიმზადებთ. დღეს მოვამზადებ ქართულ ტრადიციულ კერძს, ნორვეგიულ რვაფეხას კარამელიზირებული ავსტრიული ბატატითა და იაპონური ნუშით. ნამდვილად ქართულია ეს კერძი? რა თქმა უნდა, რადგან ბოლოს ამ ყველაფერს ჩავაწყობთ ტყემალში. ნამდვილად. მაშინ ქართულია, მოდი დავიწყოთ კერძის მომზადება, მანამდე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და მიიღოთ რჩევები ქალბატონი ლიანასგან. საქალბატონე ლიანასგან უკაცრავად. მოდი გითხარით, რა ინგრედიენტები დაგჭირდება ამ კერძის მოსამზადებლად? რა თქმა უნდა, სანამ ინგრედიენტებს ჩამოგითვლით, მანამდე გეტყვით, რომ იმის გარდა თუ რას ამზადებთ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ სად ამზადებთ კერძს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესია თუ სადმე ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოამზადებთ. ნუ თვითმფრინავების ეპოქაში ეს უკვე პრობლემა არ უნდა იყოს, ხო? დიახ, გეთანხმებით, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ეხლა კი ზარია სტუდიაში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ თქვით რომ რვაფეხას ორი ფეხი უნდა მოუხარშოთ და კონკრეტულად რომელი ორი ფეხი რომ გითხრათ? რა თქმა უნდა, საყრდენი. საყრდენი ფეხები. უკაცრავად, როგორ მივხვდეთ რომელი ფეხებია საყრდენი? მარტივად დასვით რვაფეხა იატაკზე, კარით ხელი და პირველად რომელ ორ ფეხსაც დაეყრდნობა, ის არის საყრდენი ფეხები. მოაჭერით, მოხარშეთ და დაელოდეთ ჩემს შემდეგ მითითებებს. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ პირიქით. ამასობაში ხომ არ მოიხარშა ჩვენი რვაფეხას ფეხები? არა, ჯერ ცოტა უნდა დაველოდოთ. სხვათა შორის ამაზე გამახსენდა, მზარეულებს გვაქვს ერთი ძალიან მაგარი ანეკდოტი, სადაც მოყევი ყველგან გაეცინათ. ესე იგი, უსმინოთ. მზარეული შედის რესტორანში. ჯდება უკვეთავს კერძს და ეუბნება მიმტანი, რომ ცოტა დააგვიანდებაო და რას ეუბნება მზარეული? ვიცი. ძალიან სასაცილოა ნამდვილად. იცით რა ვიფიქრე? სანამ რვაფეხას ფეხები მოიხარშება, მანამდე რამე სხვა კერძის რეცეპტს ხომ არ გაუზიარებდი ჩვენს მაყურებელს? რა თქმა უნდა, გასწავლით, თან უმარტივეს რეცეპტს გეტყვით, რომელიც შეგიძლიათ რეცეპტები ძირითადად. აი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ. ესე იგი, ავიღოთ ქათამი, ერთი. ნუ შეიძლება ასე უცებ სახლში ქათამი არ გქონდეთ. ხო, ხდება ხოლმე. ამიტომ მე პატარა ხრიქს გასწავლით, ისეთ ხრიქს. და გეტყვით, რომ ქათმის ძალიან კარგი შემცვლელია გარეული ჯიშის წიწვოვანი ტყის ფრთოსანი მამალი. ასე რომ ისიც შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ამ კერძისთვის. ასევე დაგჭირდება ალბასტრი უფელი, რომელიც თავისუფლად იშოვება აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩინეთსა და კორეაში. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, ყველას გიქნება
ვიყავთ მაცივარში. ხო, რა თქმა უნდა, ყველას გექნება მაცივარში და მაყურებელი გვყავს ხაზზე. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა არის? კერძს ვამზადებთ მე და ჩემი მეუღლე და რეცეპტში წერია მარილი გემოვნებითო და ვისი გემოვნებით ვუქნათ, ჩემი თუ ჩემი მეუღლის. მეზობელსაც ვკითხეთ და იმას საერთოდ თავისი გემოვნება ჰქონია და ვინმე კონკრეტული რო გითხრათ, ვისი გემოვნებითაც ვუზამთ მარილს. ოჯახში ყავთ კიდევ სხვა ვინმე? დიახ, ჩემი და მერე? ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ვაიმე, როგორ ვერ მოვიპიკრე? მადლობა თქვენ ზარისთვის და გადავიდეთ ჩვენს ძირითად კერძზე. აბა რა ვითარებაა, რა მდგომარეობა, რა შვება ჩვენი კერძი? იხარშება საყრდენი ფეხები, იცით ცოტა რთულად მოსახარშია. ერთი მოიხარშა, მაგრამ მეორე ცოტა აკლია, იმიტომ რომ ის უფრო საყრდენი იყო და თან ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ 8 ფეხას ასაკიც. გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, ქალბატონო თუ საქალბატონელიანა, რომ ჩვენი გადაცემის დრო იწურება და იცით, ჩვენ შეგვეძლო რიგითი ფეხებიც მოგვეხარშა, მაგრამ აი ამ კერძს უფრო პიკანტურ გემოს საყრდენი ფეხები აძლევს. გასაგებია, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ უნდა დავემშვიდობოთ მაყურებელს. აქვე მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ სრულად ვერ განახეთ მზადების პროცესი, ჩვენ ერთ კვირაში დავბრუნდებით. გემშვიდობებით ნახვამდის. როგორ ყიდულობენ მამაკაცების სასურველ ნივთს? მიდიან მაღაზიაში, ყიდულობენ ამ ნივთს და გამოდიან. როგორ ყიდულობენ ქალბატონების სასურველ ნივთს? ორი კვირა ფიქრობენ, რომელი უნდა იყიდონ. მიდიან დანიშნულების ადგილზე, იღებენ ამ ნივთს და არ მოსწონთ. მერე თავიდან არჩევენ, რომელი იყიდონ, მერე ისიც არ მოსწონთ, მერე ისევ არჩევენ და ბოლოს ან ყიდულობენ, ან არა. გამარჯობა. ესე იგი, Express Shine Hair Keratin Happy Washing-ი მინდა და გააქვთ? არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ვოთერი. ვოთერი. არა, ვოთერი არ მინდა, მოკლე სახელი აქვს და ვერ ვენდობი. ქალბატონო, ჩვენც გვინდა ყიდვა და რომ დაუჩქაროთ ცოტა. ვაიმე, გენაცვალე, შამპუნს ვარჩევ. აი ესე დაუჩქარა, კაია, შამპუნს ვარჩევ, წამალს ხო არა? წამალზე გამახსენდა. იცით რომ მოვდიოდი ჩემმა მეზობელმა გაიგო რომ აფთიაქში მოვდიოდი და დამაბარა, იქნებ გქონდეთ რაიმე წამალი ცვალებადი ხასიათისთვისო და გააქვთ. ცვალებადი ხასიათისთვის, ხო? დიახ. გადავამოწმებ და აღარ მინდაო ამ წამს მომწერა. უკაცრავად, დამამშვიდებელი რომ მომცეთ, ოღონდ სწრაფად რა, ურიგოთ მინდა. ურიგოდ რატომ? ბოლო ვინც არის რიგში იმისთვის მინდა რა. იცით რა, თქვენს რიგს დაელოდეთ, მომხმარებელი მყავს და შემდეგ თქვენ ჩამოყალიბდით ქალბატონო. პროცესში ვარ. ეს არ მინდა. უკაცრავად. კიდევ დიდხანს მოგვიწევს საკლოდინი თუ დაგელოდოთ? ბატონო, ანუ დაგელოდოთ თუ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი თქო? მოგიწევთ დიდხანს ლოდინი. არა, იცით რა არის, თუ მოგიწევთ ლოდინი, მაშინ დაველოდები. მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ლოდინი არ მომიწევს თქო და არ დაველოდები თქო, მაგრამ რახან მეუბნებით, რომ მოგიწევთო, მაშინ დაველოდები. იცით რა მაინტერესებს? Smart შამპუნი გააქვთ? ეგ რომელია? რომელი შამპუნია? ეგ ახალი შამპუნი, ანუ ჯერ არ იცით. ესე იგი, შამპუნია დაიტან თავზე და თვითონ წყვეტს დაატენიანოს თუ გამოაშროს. არა, არ გვაქვს. ასეთი შამპუნი არ გვაქვს. არ გაქვთ. რომ გადაამოწმოთ ფილიალებში, სადმე თუ გაქვთ? გადავამოწმებთ, რასაც აუცილებლად. იცით რა მაინტერესებს? დიახ. აქ რომ მოვდივარ ხოლმე და რომ გეუბნებით, წამალი მინდა თქო. და თქვენ რომ მეუბნებით, შემცვლელს მოგცემო. ანუ მე ახლა პირდაპირ შემცვლელი რო გითხრათ, თქვენ იმას მომცემთ, რაც მე მინდოდა? ვნახოთ. იცით, წეღან რომ ვიკითხე, რომ Express Shine Hair Keratin Happy Washing-ი მინდა თქო, თქვენ რა მითხარით? ვოთერი. ვოთერი. მომეცით ინსტრუქცია, წავიკითხავ. ვახ! რა გჭირთ, თუდად ხომ არ ხართ? კი, ცუდად ვარ, უჰაერობაა რა. იცით, შემიძლია ადგილი დაგითმოთ. არა, არ მინდა, მადლობა. არა, იცით რა არის? აქეთ მეუჰაერობა არ შემიმჩნევია.
აი ჩვეულებრივ სულქა. არ მინდა მადლობა. იცით რა? ვიყიდი. აი ბოთერს ვიყიდი კი ბატონო. და ბარათით გადავიხდი. გონი მეშველა და თქვენც რომ გეშველოთ, ხომ არ გინდათ ადგილი გაგიცვალოთ? რიგის მიხედვით ჯერ მე მეშველა და მე გეშველებათ თქვენ. ჩვენი ბარათი თუ გაქვთ ჩვენი ბარათი? არა. არ გაქვთ? მაშინ გაგიხსნით, უბრალოდ პირადობა დაგჭირდება თქვენ. კარგით, პირად ნომერს გეტყვით ზეპირად 01 კი ბატონო, აი ჩავ. 02 კი ბატონო. მეორე მსოფლიო ომი როდის დასრულდა? 45-ში. არა, 45-ში არა, როდის დასრულდა ოღონდ თავიდან. თავიდან, ანუ 1945-ში? ხო, 19 კი ბატონო. 68 და აი ბოლო ციფრს ვერასდროს ვერ ვიმახსოვრებ ერთ ციფრს. და 0-დან 9-მდე რო სცადოთ ყველა, სულ არის 10 წა. ანუ ცადოთ რომ ცადოთ 1 2 3 4 0 9 10 10 წა. იცით რა, შემდეგში გამოიარეთ პირადობით და მე გაგიკეთეთ. კარგი, პირადობით მოვალ მაშინ შემდეგში ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდი. აი მე კიდე კაი მორჩა, თორე აი იმ გამომშრალ თმას სულ ღერა დაბაგლიჯავდი რა. აი მე გამომშრალი მაქვს, ხო? გამომშრალი თმისთვის რამე შამპუნი გააქვს? ხო, აბა მომიწერეთ. აუ მოდი ადგილი გამიცვალე რა ძალიან გთხოვ რა, თორე ხა ამას მართლა გავგლიჯავ შუაზე. გადმოდი აქეთ. მაშასე მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ბენდ სკარლეტი, მადლობა გოგონებს, მადლობა მე, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. Thank you.